შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. გამოთხოვება მეხუთე. განშორებისა საათმა დაჰკრა სიმღერა. კორნელი 20 ივნის მაყაშვილებს ესტუმრა. ვარდოს, ნინოსა და გამდელის გარდა შინ ელო და მიხაც იყვნენ. ელო ქვიშხეთში მიყავდა ვარდოს. მიხა კი, რადგან ოპერის თეატრში დეკორატორად მუშაობდა, ქალაქში უნდა დარჩენილიყო. მაყაშვილები შუშაბანდიან აივანზე ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. აივნის ფანჯრები ღია იყო და ბაღში ალვის ხეების ჩანდნენ. თბილისში ისევ საშინლად ცხელოდა. დახუთული ჰაერი ჩამდგარიყო. ხეზე ფოთოლი არ ირხეოდა. ბარგი სადგურში გაეგზავნა ვარდოს. ევტიხი და შურა გაეტანებინა. შინ თვითონ დიასახლისობდა. კორნელის ახლა ჩაის უსხამდა. ნინომ სთხოვა, კორნელის კაკლის მურაბა გაასინჯეთო. ესტატეს მოსვლას ელოდნენ. ჩაის შემდეგ ნინო, ელო, მიხა და კორნელი სასტუმროზე გავლით ნინოს ოთახში შევიდნენ. იატაკიდან აღებული და კედლიდან ჩამოხსნილი დაგორგლებული ნოხები და ხალიჩები სასტუმროს ერთ კუთხეში ეწყო. ავეჯისათვის, როიალისა და სავარძლისათვის პერანგები ჩაეცვათ. სურათებისა და ჭაღებისათვის კი მარმაში შემოეხვიათ, რათა მწერებს არ წაებილწათ. ოთახებში ნაფთალინის უსიამო სუნი იდგა. ელო და ნინო ტახტზე დასხდნენ. კორნელი ნინოს გვერდით მოთავსდა. ხოლო მიხა ცოლის ფერხთით პირდაპირ იატაკზე გაიშხლართა. ქალებს გული წყდებოდათ. ქალაქს, მეგობრებს რომ სტოვებდნენ და სენტიმენტალურ განწყობილებაზე იყვნენ. ყოველ კვირა ქვიშხეთში უნდა ჩამოვიდე. უშენოდ ქალაქში რა გამაძლებინებს. ძილმორეული და ნებიერი ბავშვივით უჩიოდა ცოლს ბედნიერი ქმარი მიხა. საცოდავი, უჩემოთ რა ეშველება. დაცინვით მოიჩლიქა ენა ელომ. თმაში ხელი წაავლო და მოჰქაჩა. ვაი, დაიძახა მიხამ და ცოლს ფეხებზე უფრო მაგრა მოეხვია. ელო და ნინო მორიდებული, მორცხვი, აზიზი ქალები იყვნენ და რასაც ახლას ჩადიოდნენ, სხვა დროს არ ჩაიდენდნენ. ელომ გაიცინა, კორნელი შეხედა და უთხრა. მე ამის იმედი არა მაქვს. აბა თქვენიცით, უჩვენოთ თბილისში თუ არ იცუღლუტებთ. კორნელის მარგარიტა მოაგონდა, დაირცხვინა და თავი ჩაჰკიდა. ნინო შეეცოდა და გაუღიმა. კორნელიმ ხელზე აკოცა. ნინო ელოს მოერიდა. ხელის წართმევა დააპირა, მაგრამ კორნელიმ არ გაუშვა და ახლა ხელში ნინოს პატარა ნეკიღა შერჩა. ელოს კალთიდან მიხამ ცალითვალით შეხედა მათ. კორნელის გულაჩუყებული და ისევ ძილმორეული, ნებიერი ბავშვის მსგავსად უთხრა. ლატომ ნინოს შენს კალთაში თავს არ ჩაუდებ? ესენი ქვიშხეთში სულ მალე წავლენ. მოდი მანამდე ასე დავიძინოთ. შენ კი მომიკვდი, დაიძახა ელომ და თავში ჩააფარა მაჭანკლობის მოყვარულ და გაქექილ ქმარს, რომელმაც ბავშვსავით ლაპარაკში ნინოს წახბაძა. ამ დროს ნინოს ფეხზე
ოქრომკერდით მოქარგული წითელი ქოში გაძვრა. ქალს პატარა შიშველი ფეხი, ვარდისფერი საამო ტერფი და ვიწრო ქუსლი გამოუჩნდა. ლამაზ თითებზე ფრჩხილების მაგიერ თითქოს ვარდის წითელი ფურცლები დახფენიაო. კორნელიმ ქოში აიღო და ნინოს მიაწოდა. ცოტა ხნის მერმე ოთახში გამდელი შემოვიდა. ტახტზე წამოწოლილი ქალები და ჭაბუკი რომ დაინახა, შესძახა. როგორ მტრედებივით დამჯდარ ხართ და არხეინად ლუღლუღებთ? ეტლი უკვე მოვიდა. მაყაშვილები პირველი კლასის ვაგონში მოთავსდნენ. ევტიხი და შურაკი მატარებლის ბოლოს, მესამე კლასში. პირველი ზარი დაჰკრეს. გამცილებლები მგზავრებს დაემშვიდობდნენ და ვაგონებიდან ჩამოვიდნენ. კორნელი და ნინო ვაგონის უკანა ბაქანზე მარტონი იდგნენ. ისინი განაბულიყვნენ და ერთმანეთს თვალში ისე მოჯადოებულივით მისჩერებოდნენ, რომ ეტყობოდათ, უსიტყვოდაც კარგად ახერხებდნენ საუბარსა და ერთმანეთისათვის გულის თქმის გამჟღავნებას. მეორე ზარი დარეკეს. ნინო შეკრთა. კორნელის ხელზე ხელი მოუჭირა და ჰკითხა: ქვიშხეთში ხომ ჩამოხვალთ? უთუოდ, მიუგო კორნელიმ. მატარებელი დაიძრა. ნინომ ისეთი კაეშნიანი თვალებით შეხედა კორნელის, თითქოს ყვედრიდა, ხომ ხედავ როგორ მიყვარხარ და რად მტანჯაო. კორნელიმ ხელზე აკოცა. მერმე ქალის ხელი ვოყალზე მიიდო და წასვლა დააპირა, მაგრამ ნინო მუდარით შეხედა და აღარ გაუშვა. მაშინ კი კორნელი დაიხარა და ქალს შუბლზე აკოცა. მატარებელი მიდიოდა და ნინომ რატომღაც გაიფიქრა, თითქოს სამუდამოდ სტოვებდა კორნელის, თბილის. სახეზე წუხილი აღებეჭდა და თვალზე ცრემლი მოადგა. მერმე უეცრად კორნელის წელზე მოხვია ხელი, თავი მკერდზე მიადო და უსარვაზივით მოეხვია. კორნელის ნეტარების გამო სუნთქვა შეუწყდა. ხმა ვეღარ გასცა. ტანზე შემოხვეული ქალი გულში ჩაიკრა, კლავების სალტეში მოაქცია. იმ წამსვე თავში უცნაურმა ფიქრმა გაუველვა: ვაგონიდან გადავხტები და ნინოს გავიტაცებ. რა წამს ეს გაიფიქრა, ვარდოს შეშფოთებული ძახილი შემოესმა: ნინო სად არის? ნინო! კორნელი შეკრთა. ქალს თავი აუწია, ცრემლიან თვალებში ჩახედა და მუდარით გახსნილ ტუჩებში მაგრად აკოცა. ვაგონში ისევ ვარდოს შეშფოთებული ძახილი გაისმა. კორნელიმ ნინოს ხელი უშვა, ვაგონის კარებს მოსწყდა, მოიხედა და ქალს მიაძახა: ნახვამდის, ნინო, ნახვამდის. კიბე ჩაირბინა და გაქანებულ მატარებლიდან გადახტა. კორნელი შეჩერდა და ვაგონებს თვალი გააყოლა. უკანასკნელი ვაგონის ფანჯარაში გამოყოფილი ევტიხის მწითური თავი და შურა დაინახა. მზარეულმა ყველის ვაჭარივით გაუცინა, ხელი დაუქნია და გამოსძახა: მშვიდობით, კორნელი, გენაცვალე სულში. კორნელი და მიხა ქალაქისაკენ დაღონებული წამოვიდნენ. დათა და ელენე ორი დღის წინათ ბორჯომში სააგარაკოდ გაემგზავრდნენ და ახლა კორნელი შინ მარტო იყო. ვაგონის ბაქანზე ნინოსთან გამომშვიდობება აგონდებოდა და მოზღვავებული გრძნობა გულში აღარ ეტეოდა. მიხას მკლავში ხელი გაუყარა და უთხრა: იცი, ისეთ გუნებაზე ვარ, მინდა რაღაც ჩავიდინო, მინდა ვიყვირო, გავიქცე,
კალთაზე ავირბინო, ვინმეს დავეტაკო, აი ეს ხე ძირფესვიანად მოვგლიჯო. მიჯნური შმაგსა ქვიან არაბულისა ენითა, მიუგო მიხამ, უსიამოდ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. ისინი ვერის ხიდთან დიდი ხეებით დამშვენებულ საზაფხულო ბაღს მიუახლოვდნენ. მიხა კორნელის არ მოეშვა და ისინი ბაღში შევიდნენ. ხეივანში გაისეირნეს. მოსეირნე ხალხში მარგარიტა ლეტცი და ქეთო მაღალაშვილი დაინახეს. კორნელი შეკრთა და მიხას უთხრა: თუ ძმა ხარ, თავი გაანებე ამათ. ვა, რატომ? კავალერები არ ახლავთ. მიუგო მიხამ და ქალებისაკენ წავიდა. კორნელი ხის ქვეშ ჩრდილში დაიმალა. მარგარიტა მიხას მიესალმა, გაუღიმა და ჰკითხა: კორნელი სად არის? აქ გახლავთ. მიუგო მიხამ და ქალები კორნელისაკენ წაიყვანა. რა დიმალებით შეძახა გახარებულმა მარგარიტამ კორნელის. მიხამ რესტორნისაკენ გაიხედა და ქალები ვახშამზე მიიპატიჟა. კორნელი და მიხა ღვინოს სვამდნენ და მარგარიტას და ქეთოსაც აძალებდნენ. მარგარიტამ შეიტყო კორნელიმ და მიხამ მაყაშვილები ქვიშხეთში რომ გააცილეს. დამცინავად გაიღიმა და კორნელის უთხრა: ახლა კი მესმის თუ რისთვის ხართ თქვენ უგუნებოთ. გაგიფრინდათ 64-ის ჩიტი. არ აქვს ხვენიათ? სატრფო ქვიშხეთში გაისტუმრეთ, თქვენ კი ქალებთან რესტორანში ქეიფობთ. აი როგორი სიყვარული გწოდნიათ თქვენ. აი როგორ ატყუილებთ თურმე ქალებს. მარგარიტამ თითი ასწია და კორნელის დაემუქრა. ეს თქვენ არ შეგრჩებათ. მერმე რა ქალებთან რესტორანში რომ პურს ავჭამ. თქვენ ხომ ქმარშვილიანი, პატიოსანი მანდილოსნები ბრძანდებით. შენიშნა კორნელიმ. ქეთომ ყელი მოიღერა და ნუშის მაგვარი მოგრძო თვალები კორნელის გაოცებით მიაპყრო. კორნელიმ ღიმილით უთხრა: მე მის თქმა მინდოდა, პატიოსან ქალებთან ვქეიფობ მეთქი. გაჩუნდი, თქვენ მთვრალი ხართ. დატუქსა მარგარიტამ, თვალები შეანათა და მკლავზე უჩქმიტა. კორნელიმ ხელი დაუჭირა, ფრჩხილებზე დახედა და უთხრა: როგორი ბასრი ბრჭყალები გქონიათ. მარგარიტას პატარა ხელი ჰქონდა. მანიკურის მკეთებელ ქალს მისი ფრჩხილები ისე შეეღება, თითქოს სისხლში შეუსურიაო. როდესაც შეზარხოშებული კომპანია ბაღიდან გამოვიდა და ვერის ხიდს მიუახლოვდა, მიხამ პარკი უჩვენა კორნელის და უთხრა: რესტორნიდან ლიქიორი და შოკოლადი წამოვიღე. მოდი შენსაც წავიდეთ. ქალები თან ახმა არიან. რაღა გზა იყო. კორნელი დასთანხმდა და ქალები შინ მიიპატიჟა. ელექტრონის დენი არ იყო და ოთახში ლამპა აანთო. მერმე ფანჯარა გამოაღო. მალე მტკვარზე ნიავმა დაუბერა და ოთახში სიგრილე შემოიჭრა. კორნელიმ პატარა მაგიდიდან წიგნები აალაგა და მაგიდა შუა ოთახში დადგა. მერმე კარადიდან ჭიქები, თეფშები და ხელსახოცები გამოიტანა. კორნელი, რა საპაემანო, საიდუმლო, კარგი ოთახი გქონიათ, უთხრა მარგარიტამ. ქეთოს გაუკვირდა: ღმერთო ჩემო, ამ თავის ქალას რა დაჩერებთ ოთახში, რომ მუდამ გვახსოვდეს რანი ვართ და რა მოგველის. აუ, რამდენი წიგნებია. ნუ თუ ყველა ეს წიგნი წაკითხული გაქვთ. ისევ გაუკვირდა ქეთოს.
მეჯავრება წიგნებით გაოგნებული კაცი. ამრეზით განაცხადა მარგარიტამ. კორნელი მაშინვე მიხვდა მარგარიტა, რომ თავის ქმარს, მასწავლებელს და ზოგიერთ მის კოლეგებს გულისხმობდა. ქალი ფანჯარასთან მივიდა და მტკვარს გახედა. ამ დროს მიხამ ლიქიორი ჭიქებში ჩაასხა და ფანჯარასთან მდგარი ქალები სუფრაზე მიიპატიჟა. ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ. მიხამ ჭიქა ასწია და მარგარიტა და ქეთო ადღეგრძელა. За милых женщин, прелестных женщин, любивших нас хотя бы час. ვადღეგრძელოთ მშვენიერი და საამო ქალები, თუნდაც უცბად 1 საათით ჩვენ რომ შეგვიყვარებენ. სტუმრებმა გადაიხარხარეს, ლიქიორი გადაჰკრეს და ზედ შოკოლადი დააყოლეს. ლიქიორის ბოთლი მალე დაიცალა. მიხა და ქეთო ტახტზე წამოწნენ, ხოლო მარგარიტა კი რკინის საწოლზე გაიშხლართა. მარგარიტამ ხელი მიიდო შუბლზე, ამოიოხრა და კორნელის უთხრა: "ო, როგორ მტკივა თავი, მოდით აქ დაჯექით, თქვენ სულ დამივიწყეთ, აღიარეთ, რომ თქვენ მე გეზიზღებით. საიდან მოიტანეთ? თქვენ ჩემი გეშინიათ და ამიტომაც გამირბიხართ. მე თქვენი მეშინია? დიახ, გეშინიათ, ჩემო შავგვრემანო", მიუგო მარგარიტამ. ხელები მოხვია, საწოლზე დასვა, მისი სახე მიიახლოვა და თვალებში ჩახედა. უკვე დრო არის სოლომონ რომა შთახბერო ლამპას უკვდავი სული, დაუძახა მიხამ კორნელის. კორნელი არ განძრეულა. მაშინ მიხა წამოდგა და ლამპა ჩააქრო. ოთახი წვდიადმა მოიცვა.